დარიალის ხეობაში კი დღეს დილიდან თერგის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები ხორციელდება, რის შემდეგაც ვარაუდობენ, რომ სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები უფრო ეფექტურად განხორციელდება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ უკვე მე-5 დღე ეძებენ ღვარცობში მოყოლილებს და რა ვითარება ამ დროისთვის ხეობაში. დილიდან ადგილზე ვითარებას აკვირდება ქრონიკის რეპორტიორი ბექა პატურაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ბექა, გისმენთ. დიახ, გაწმენდითი და სამაშველო ღონისძიებების გამარტივება დამოკიდებულია წყლის მასის გაშვებაზე არხში, რომლის დაგუბებაც გამოიწვია ღვარცობმა და მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვამ. ამ მიზნით სპეციალისტები ცდილობენ, რომ თერგი დაუბრუნონ ჩვეულ ბუნებრივ კალაპოტს და სწორედ ამ მიზნით დილიდან პრინციპში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, როგორც გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები აცხადებენ, ეს პროცესი ამ დროისთვის უკვე საკმაოდ წარმატებით მიდის და ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე უკვე სრულად მოხდება სავარაუდოდ თერგის კალაპოტში დაბრუნება და ამის შემდეგ უკვე გამარტივდება როგორც სამაშველო ოპერაციები, ასევე შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლითაც უნდა აღდგეს მოძრაობა ლარსის მიმართულებით. ზე არის ძირითადად მიმართული სამუშაოები თერგის თავის კალაპოტში დაბრუნებაზე, რაც პრაქტიკულად უკვე ძირითადად შესრულებულია. ამჟამად უკვე ჩვენ ვიწყებთ მობილიზაციას დროებითი გზის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებით ჩასატარებლად. ადგილზე მობილიზირებული არის ტექნიკა, მიმდინარეობს 24 საათიანი სამუშაოები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ და მოკლე პერიოდში იქნას გარკვეულ დროებით რეჟიმში აღდგენილი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან ადგილზე თურქი მოქალაქეები, ისინი ვისი ნათესავები და ახლობლებიც არიან დაკარგულები, რომლებიც ითვლებიან დაკარგულად. მე შეგახსენებთ, რომ 7 ადამიანია ასეთი, რომლებიც რჩებიან სტიქიის ზონაში ამ დროისთვის და მათი სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. სწორედ გარდა ამისა, სამაშველო ოპერაციების დასრულებას და შემოვლითი გზის გახსნას ელოდებიან ის პირები, რომელთაც სურთ საქართველოსთან რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება. ისინი მიმართავენ აქ ადგილზე არსებულ სპეციალურ შტაბს, თუმცა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები მათ მოუწოდებენ, რომ დროებით ისარგებლონ ალტერნატიული გზებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაელოდონ სამაშველო ოპერაციების დასრულებას და სათადარიგო გზის მშენებლობას. დიდი მადლობა ბექა პატურაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია ხეობიდან.